აუ თემები და შემიძლია. განახოთ ახლა აქ რა გვაქვს. რა ფილტრები გვაქვს. ისეთი არაფერი. ისეთი არაფერი. სალამი, როგორ ხართ? გვიან დამეზარე ხა შემოსვლა და ხა შემოვედი ბარემ. ცოტა ხნით შემოვედი. კარგად, როგორ ხარ? ეს არის ეხლა არის, მაგრამ წასული იყო რა. წავიდა და მოვიდა. სიჯობია. რა მიწის რა? სალამი გოგა. ეხლა სხვადასხვა დროებზე შემოვალ ხოლმე, სულ ღამე ვერ შემოვალ, იმიტომ რომ მე დაღლილი ვარ ზოგჯერ ღამე რა და ამიტომ სალამი, კარგად, შე როგორ ხარ? ხო, ნეპალში, საინტერესო რა მოხდა ხან ისა. აი, ნეპალში რაც კადრები იყო, აი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ფანტასტიკურ ფილმშიც არ გვინახავს ჩვენ ეგეთი ნაპორი და ეგეთი წარღვნა ჩვენ იქაც არ გვინახავს. ანუ ეგეთი ნაკადით რომ მოდიოდეს. და პირველი რაც აჩვენეს, ესე იგი დაღუპულების რაოდენობა რაც აჩვენეს პირველი ის არისო, რამდენიო პირველად გუშინ გამოაცხადეს 31 გარდაცვლილიაო და რაღაცა 50 დაკარგულიო თუ რაღაცაო და ზუსტად მაშინავთ გუშინ თქვი ზუსტად საღამოზე რა. 31 კაცი მარტო ერთ კადრში აყარა მეთქი, აი ერთ-ერთი რაკურსი რაც იყო 31 კაცი მარტო ერთ კადრში აყარა მეთქი. მინიმუმ 1500 კაცი აქვს მკვდარი მეთქი, რაზეა საუბარი მეთქი და დღეს ზუსტად 1500 კაცი გამოაცხადეს გარდაცვლილად. ნუ გაუჩინა და დაკარგულად გარდაცვლილად თუნა ლაპარაკი. იქ რა გადარჩენაზე არ იმხელა ლამმა გადაუარა. ნუ მყინვარი მოწყდაო და შეიძლება მოწყდა. ეგ ხა არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს მთები ძირითადად სულ დაყრილი მთებია რა. დაყრილი მთებია, დაყრილი ქანებია რა და მე დროთა განმავლობაში იშლება რა. გლობალური დათბობა როგორ არის, იცი? ანუ თან არის, თან არ არის რა, ანუ სიცხეები არ არის საერთოდ. ეგ ევროპაში რაც იყო, ეგეც ძალით გააკეთეს. რეალურად გლობალური დათბობა არ არის, მაგრამ ნუ თვითონ ტბები და მდინარეები და რაღაცები შრება, ეგ ფაქტია რა. გამარჯობა ყველას, გამარჯობა. ხო და ხო, კიდნება კი. ხო, ესე იგი რაჭის ვიდეო რო დავდე სკრინი, აი ნახავდით რა, ეს საიდუმლო ბაზარი მეთქი რა. რამდენი ყოღუა ჩემი კაცი. საიდუმლო ბაზარი მეთქი. მე არ ველოდები ხოლმე და მოგდა 150,000 ნახვაზე ავიდა რა. გამარჯობა. 150,000 ნახვაზე ავიდა. ტვინი გამებრუღეს, იგი არ ჩერდება ლაიქები, რეპოსტები, დასეივებები, რა ხდება მეთქი. და მე ზოგმა ვერ გაიგო და ესე დააკომენტარეს, რომ ისაო აი ასე იმაშვებაო რა. აი ასე გასცემენო სახელმწიფო საიდუმლოებებსო რა და მინდა გითხრათ რომ ეგ არ არის, მიქაც დაუკომენტარე 1-2-ს, მაგრამ ეგ არ არის სახელმწიფო საიდუმლოება. ეგ არც სტალინის დროს აგებული ის არ არის და არც თავდაცვის
სამინისტროს აგებული კი არ არის და სახელმწიფოს აგებული, ანუ ჩვენი მთავრობის აგებული კი არ არის, ან წინა მთავრობის. ეს არის საიდუმლო ბაზა, იგულისხმება საიდუმლო ბაზაში იგულისხმება წინა ცივილიზაციების დროს, კაცმა არ იცის როდის არის აი ნაგები რა. ქანები რო დაყარეს, მიალესეს ზედ ის რა ქვია. ალბათ. Join my club, my fan club. მადლობა ჰერსანდრო. ხო და ეგ არის და უბრალოდ ისე ცოტა გამყიდველად შემოraცხეს და უბრალოდ კონტენტი, ანუ თვითონ კონტენტი ვინც არის ეს ჩემი ვიდეოების, ამიტომ იფიქრა ზოგმა რომ რუსეთს გავაგებინეთ. ჯერ ესეთი თუკი სადმე რამე არის აშენებული საქართველოში, ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლების აშენებულია რუსეთმა ჩვენზე კარგად, აქაური ბაზები რუსეთმა უფრო კარგად იცის. როგორც ესეთი ჯერ ესეთი და მე მეორე ეგ არ არის თავდაცვითი ნაგებობა არ არის. ეგ არის წინა ცივილიზაციებში აგებული ის რა. აუ ძილი მომერესი უშ ვერ დავიძინე რაღაცა ველოდები აგრილდეს კარგად რო ყოღოები არ მაძინებენ რა, იმე გარეთ მკმენენ. აქ გუშინ იწვიმა აქა. კაია წვიმა, ნუ ეხა როცა ეზოში ასფალტი გაქვს. ანუ გზაზე რო გახვალ, როცა წინ თუ გაქვს ასფალტი და ახლა თქვა სახლი თუ არ დაგეტბორება, იწვიმოს რამდენიც უნდა რა პრობლემაა. მე მაგრად მიყვარს წვიმა და სიგრილე რა და ხო და ნეპალის თემაზე რა არის იცით ხახნო, ჩვენ ვერასოდეს მანდ ვერ გავიგებთ, გინდა შოვის ტრაგედიის ამბავში შესაძლებელია კლიმატური იარაღს იყენებდნენ. მე ვფიქრობ რომ უფრო კლიმატური იარაღის ბრალი უნდა იყოს რა. კლიმატური აი ხა მაგათად იმის რა ქვია, აი ბუნებრივად ყაზბეგში რო ჩამოწვა მეწყერი, აი ეგ არის ბუნებრივად რო უცებ ჩამოინგრევა ეს ქანები. მაგრამ აი უცებ ნუ ზოგჯერ ხდება ბუნებრივათაც. ანუ ზოგჯერ ხდება ბუნებრივათაც, არ ვამბობ რომ სულ ხელოვნურად არის, მაგრამ ნუ მე მგონია რომ ეგეთ იმებს, ანუ ესე უცებ რომ მოწყდეს, აი რას ვამბობ, იცი მთებში ვისაც გიმოგზაურიათ ალპურ ზონებში რა. ალპურ ზონებში ვისაც გიმოგზაურიათ, იქ ნახავთ რომ როგორ ნელ-ნელა როცა ადიხარ ალპურ ზონაში, როგორ ნელ-ნელა გვხდება ისინი რა ქვია, თოვლი, როგორ ნელ-ნელა გვხდება ყინულები და ასე შემდგომ რა. ნუ იქ არის მყინვარების შემთხვევაში მიკრულია და შეიძლება მოწყდეს კი ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაღაცა კლიმატურ ლაზერის ტექნოლოგიებს იყენებენ. ჩემი აზრია, ხა მაგათად ხა როგორც ხა 100% მაგალ თურქეთში რო რამდენჯერმე მიწის რა იყო, ეხო 100%-ით ხელოვნურად გამოწვეული იყო, ხო და აქაც შეიძლება იქ უბრალოდ ლაზერი გამოიყენონ, ესე მოჭრან უცებ იქ ტერიტორია, ესე ყინულის ტერიტორია მოჭრან, ეს ჩამოვარდება, ღვარცოფი წყალში ჩავარდება, ეს ტალახი თოვლი და გამოიწვევს იმას რა, რომ ეს რა ქვია, ეტაპობრივი აქვია მაგას ეტაპობრივი ხალხის ხოცვის ეტაპობრივი გეგმაა რა. ბიჭო, რამდენი არიან ეს კოღოები? ჩემ ბოსტანს დაესია ისა რა ქვია, ფაროსანა გაანადგურა ყველაფერი. რა უნდა მეთქვა? ეგ ერთ საკითხი, ეგ რაჭაზე, მეორე საკითხი კიდე რაღაცა ვიდეოზე რაღაცა უნდა მეთქვა. ხო, ესე იგი კიდე ერთი საკითხი რა მინდა ვთქვა. იმაში რა ქვია. ხო, ესე იგი სოფლის მიწების განაწილებასთან დაკავშირებით ვიდეოები რო ჩავწერე. ეხა რა ვიდეოებსაც ჩავწერე, ეს ხო კონტენტი ეტაპობრივად ნელ-ნელა ვითარდება რა. საქართველოში ესეა რომ ყველაფერი ეგრევე ერთ დღეში უნდათ.
ეს ერთი. მერე მეორე ის არის რა ქვია ამ ჩანაწერი ეს შეიძლება ეს ჩანაწერი დავდო YouTube-ზე. მეორე სოფლის თემასთან დაკავშირებით მე რამდენიმე ვიდეოში ვისაუბრე, სადაც ვირუსულად გავრცელდა, რომ ესე ვთქვათ ზომბი აპოკალიფსის დროს თუ წინა პერიოდში თქო აღარც მახსოვს რა ვილაპარაკე ნახევარი. ესე იგი რომ ხო დაახლოებით როდის ხო ქალაქში როდესაც აღარ იცხოვრება თქო როცა აღარ იქნება ცხოვრების საშუალება და რაღაცა დენი აღარ იქნება და ასე შემდგომ თქო სოფლებში მე გაგანაწილებთ თქო. ეხა ანუ რენდომ შემოსული და ვიღაცა პირველად რო შემოვიდა ჩემ გვერდზე, ანუ ზოგმა ვიღაცა ბებიისტოლა ქალმა იფიქრეს და ზოგმა ახალგაზრდებმაც იფიქრეს, რომ მე ვარიგებ უფასოდ მიწებს საქართველოში. ეგეთი რამე არსად არ მithქვავს, ესე იგი საგიჟეთი ხდება რა ხალხო. აი მართლა გეუბნებით რომ ასეთი საზოგადოების ასეთი ნაწილის მოსყიდვა არჩევნების დროს არის უმარტივესი. აი როდესაც ასეთ რაღაცებზე იწყებ ლაპარაკს და ასეთ რამეს პასუხობენ, ნუ ეს არის კოშმარი რა. ანუ ამ ხალხის მოსყიდვას არჩევნებზე რა უნდა? შარვალ კოსტუმი ჩაიცვი, მიდი, დაპირდი რაღაცებს, პოლიტიკურ დაპირებები გაიცი და წამოდი. მოგცემენ ხმას, მორჩა. ანუ ვაფშე რა ვილაპარაკე, ზომბი აპოკალიფსზე ვილაპარაკე, რომ უსახკაროდ არავინ არ დარჩეს, მე თუ კიდე მიკომენტარებენ დღეხლაც კიდე აკომენტარებენ, თუ კიდე დარჩაო უფასო მიწებიო, მეც შემახვედრეთო, მეც გამიშვითო, ზოგმა წელი მტკივაო, ზოგმა ბრმანაწლევი აწუხებსო. ესე იგი, ჭკუიდან გადავედი, რეები მესმის რა. მე ვიძახი რომ გავანაწილებ, ნახე სიტყვა გავანაწილებში იგულისხმება ის რომ ანუ ამ ესე ვთქვათ, ამ იდეას მე გავავრცელებ, ესე ვთქვათ, ვიტყვი რომ და იქ ვთქვი ვიდეოში რომ ვისაც მე ენდომება შეიფაროს ვიღაცა, ვთქვათ ვისაც ახკარი არ აქვს, სოფელი ვისაც არ აქვს და საკარმიდამო და რაღაცა, ვინც არის უკარმიდამო და ვისაც აქვს და ზოგს სამსართულიანი სახლები აქვს ვისაც უნდა შეიფარებს და ეხლა ზოგ ლამაზ გოგოებს ბიჭებმა დაუწერეს აგერ ოჯახი თვართო და აგერ აჭარაში შეგიფარებთო ზოგმა უზურგეთშო ანუ მართლა დაწერა ხალხმა გულით და ეს კარგია იმიტომ რომ ეს კარგია იმიტომ რომ ის არის რა ქვია ხალხი ერთმანეთს მიეხმარება ჩვენ რეები გვესმის შენგან ეგ იკითხება მართალია ყველას ჩვენი სოფლის მიმართულებით გაგვანაწილებო. არა, მე ვირომელ სოფელში წავა იქ მე არ მაგას არ ვამბობ. ვისაც როგორ უნდა კაცო სიტყვაზე კახეთში გქონდა ადრე, ან თქვა შეწინაპრებს გქონდა სახლი და დაენგრა და მიწა და აღარა გაქვს კახეთში სიტყვაზე? თუ კახეთში გინდა წადი კახეთში, თუ გურიაში გინდა გურიაში წადი. გურიაში უბრალოდ იქ მე ეს ნახეთ როგორ მოხდება ამას არ ჭირდება ნახე საერთოდ რისი თქმა მინდა ნელ-ნელა ჩვენი საზოგადოება ზოგადად საქართველოში ისეთი მიმართულებით მიდის თვითონ საზოგადოება ნელ-ნელა აუქმებს ზოგადად მატრიცულ სისტემას რა ანუ რეჟიმი რასაც ქვია აი რეჟიმი უნდა დაინგრესო რომ იძახიან ხოლმე და რეჟიმი შევცვალოთ და ანუ თვითონ საზოგადოება ნელ-ნელა აუქმებს და მე ამაში მივეხმარები ახლა ეგ რა იგულისხმება რომ არ არის საჭირო ამისათვის, აი ხა უყურე, ნახეთ რისი თქმა მინდა რა არის ბიუროკრატია რა არის. იმას რაც ნახეთ ერთ ვიდეოში, აი ზუსტად ნახეთ ერთ ვიდეოში. ანუ ჩემ პლატფორმაზე ერთი ვიდეოთი. ასევე მარტო მე არა ხა სხვებიც ხო აკეთებ რაღაც კეთილ საქმეებს და თავიანთი კონტენტით უფრო მეც აკეთებენ ზოგჯერ ვიდრე მთავრობა ხო? მაგრამ ნახე რას ერთ ვიდეოში გადავწყვიტე უსახკარო ხალხის პრობლემა უცებ. ანუ ამას არ ჭირდება გამგეობის შენობის აშენება, ხალხის დასაქმება, ამათი ჯიპებით სირბილი, კორუფცია, ის ადკატები, არაფერი არ ჭირდება რა. ახლა თავში არ ჩაგატყარ, გამოდი აქეთ. არაფერი ასნად მაგარი ვარ. ამას არ ჭირდება არაფერი ნელ-ნელა ანუ ხალხმა საერთოდ რა არის სპეცსამსახურები
საქართველოში რასაკეთებენ სპეცსამსახურები? ერთმანეთის ანუ ერთი საქმე აქვს, მაგრამ რომ ქართველები დააპირისპირონ ერთმანეთს, იმიტომ რომ ქართველებმა ერთმანეთს თუ ანუ ქართველებმა თუ ერთმანეთს დედა არ აგინეს და ერთმანეთს გაუგეს და კაცურად ხელი ჩამოართვეს, მაშინ აფსაიდში რჩება მაშინ ისა მატრიცული სისტემა ზოგადად რა. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს შევძლებთ აპოკალიფსამდე და აპოკალიფსის დროსაც. უბრალოდ კომუნიკაცია მე როგორ მექნება ხალხთან, ეგ არ ვიცი და აი ეგ თემა არის. რაღაცა იმით მოგაწვდენ თქმას, რა როგორ იქნება რა. ეს არის ხალხნო ფილტრი. კიდე რა უნდა მეთქვა? ხო და ვისაც რომელი რეგიონის მიმართულებითაც ენდოება იქით წავა რა. გემზე ვისაუბრეთ წინა ვიდეოში, ხა დამავიწყდა თემა შემეცვალა. დრო არ არსებობს. დრო 100%-იანი არ არსებობს. მიდევს მაგაზე. არსებობს სამი ტიპის დრო. არსებობს საზოგადო დრო, როგორ არის? არსებობს ესე იგი დედამიწის დრო, არსებობს დედამიწის დრო, სამი დრო არსებობს რა. არსებობს დედამიწის დრო, ილუზორული დრო, დედამიწის დრო, ილუზორული დრო და პირადი დრო. და თან პლუს ამას და მეოთხე არის რომ ეს სამივე არსეთი არ არსებობს რა. აი მაგათად პირადი დროის მიხედვით მე ახლა ვარ 25 წლის, ანუ ჩემი პირად დროში მე 25 წლის ვარ. დედამიწის დროის ამბავში მაგალითად ცერნის კოლაიდერს სანამ გააჩერებდნენ დრო აჩქარებული იყო, მერე შენელდა. მაგრამ მაგ აჩქარებისა და შენელების პერიოდში მე ჩემი პირადი დრო არ შეცვლილა. პლუს ამასთან ერთად არის ილუზორული დრო. ილუზორული დრო რა როგორ მუშაობს? ახლა მაგაზე გინახავთ ვიდეოები, რომ მაგალითად ადამიანი რომელიც წავიდა ერთი კვირით ჩვეულებაში და დაისვენა სადღაც კაი კუნძულებზე, იმისთვის ერთი კვირა უცებ გავიდა და ვინც სამსახურში იხურკებოდა ზაფხულზე და ვერ გავიდა ჩვეულებაში, ან არ გაუშვეს, იმისთვის ეს ერთი კვირა ერთ თვედ გადაიქცა და დაიტანჯა. ანუ და იქ მე ფსიქოლოგიური მომენტებია, ტექნიკური დეტალებია, რატომ მუშაობს იმისთვის დრო ჩქარა. ეს არის ილუზორული დრო, აი რომელიც აი ესე იტალღება რა, მოკლედ რა. ფანტომია რა, ესე რო ვთქვათ რა, ილუზორული ფანტომია რა. აპოკალიფსი ნახე როგორ რაღაც არის, აპოკალიფსი არის ძირითადად არის გლობალური, მაგრამ ასევე არის ცალკეულ შემთხვევებში, აი ნახე არსებობს ცალკეულ შემთხვევებში, რომ აპოკალიფსი თქვათ ჩემთვის პირადად გლობალურიც არის და ლოკალურიც არის. ანუ ჩემს პირად რეალობაში აპოკალიფსი უკვე მოხდა. ანუ მე ვარ მომავლის მებრძოლი, მე ვარ მომავლიდან, მე უკვე ვიცი რა როგორ მოხდება და მე გელაპარაკებით წინასწარ როგორ უნდა მოიქცეთ თქვენც. დაახლოებით იგივეა, რასაც სიტყვაზე აი იოანე ეხა მე წინასწარ მეტყოლებს კი არ ვედრები, მე ვამბობ რა, მაგრამ პრინციპი იგივეა თითქმის რა. იქ რა თქმა უნდა სხვა ლეველის და სხვა დონის ხილვაა, მაგრამ თქვა იოანე მახარებელმა იხილა აპოკალიფსი, იოანე მოციქულმა იხილა აპოკალიფსი და შევიდა დაიწერა ბიბლიის წიგნში შესული. ანუ იხილა მანდ არის რა წარსულ დროში, ანუ აპოკალიფსი დაწერილი არის წარსულ დროში. წარსულ დროში. ანუ მისთვის ეს უკვე მომხდარი ამბავია. ვთქვათ, ჩემთვისაც მომხდარი ამბავია უკვე. სალამი, ხო. თიწამით ახშენ. აუ ბიჭო, რამ ხელაზე მიკმინა. მოიცადე აპოკალიფსზე იმას ჩამოვიტან.
იმასაკნა აი გვიან დამეზარება შემოსვლა და ეხა შემოვედი რა იმიტომ რომ ღმერე ამ ცოტა დღისით უნდა შემოვიდა ხოლმე იმიტომ რომ ამ ბნელ შუქზე თვალები მეტხრება რა აი უკანასკნელ ჟამზე ეხა ქრები წერია მეფისა და აჰა აი მოდი წავიკითხოთ გინდათ წაკითხოთ აი ეს დედაჩემო მაჩუკა 2008 წელს დაბადების დღეზე აი მართლმადიდებელი ბიბლიოთეკა უკანასკნელ ჟამზე უფალმა გვიდგინა ჩვენ წინასწარმეტყველნი იერემია 29:15 წინასწარმეტყველებათა ნუ შეურაცხყოფთ პირველი თესალონიკელთა მიმართ 5:20 ანუ წინასწარმეტყველებათა ნუ შეურაცხყოფთ ანუ არ შეიძლება წინასწარმეტყველებების შეურაცხყოფაო მე ესე იგი აქ წინა ნილოს მირონდინარის წინასწარმეტყველება ამასოფლის ბოლოს ჟამზე მეფეზე უმეცარ მეფეზე რა ეწერა პეტრე დიდის სიტყვების დადასვა აი ეს წინა მეფეებზეა საუბარი მოიცა რა წერია ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველის ანტიქრისტესა და უკანასკნელ ჟამზე მამა ლავრენტი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოվել მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო რამთო ანტიქრისტე უკვე ახლოა შეხედეთ რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არც ერთი მომდევნოზე იქნება იმიტომაც რომ მომავალი საუკუნე აღარ დადგება ჩვენი დრო გასაკუთრებულია ნუ გაიკურვებთ როცა გაიგებთ რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ თავდაპირველად იტყვიან რომ სალმუნები აღარ იკითხო შემდეგ ჟამნი უფალი ითმეს და ბოლოს იფეთქებს მეორედ მოსვლა შორს აღარაა განკითხვის დღე იმდენ ხანს გაგრძელდება რამდენიც სჭირდება 6 სალმუნის გალობას ახლა ყველას სული სხეულითაა დაფარული სამსჯავროზე კი სხეული იქნება სულით დაფარული ეს ძიმერი გრძელდება ეთიკ რა ეწერა ერთი წუთი ხო აი ღირსი მამა აბელ წინასწარმეტყველი რუსეთის მომავალზე წერია აქა რუსეთზე წერია რაღაცები ღირსი ეფრემ მასური სიტყვა ანტიქრისტესზე იცი ნიშნები ანტიქრისტესი მხოლოდ შენს გულში ნუ დაიმარხავ არამედ დაუკლებლად აუწყე ყველას წმინდა კირილე იერუსალიმელი ხო ესე იგი აი ჩანაწერებია რა ბევრი არაფერი არ არის რა ამ არჩილის გამოცემა ყოფილა ხო მოკლედ ესენია რა ხო რა უნდა მეთქვა ესე იგი არ მრევლს მიმართავს მკითხველს მიმართავს ხო და რაზე უნდა ხო ჩვეულებრივ ადამიანებს კი ნახე როგორ წერია აი აქ წერია აი მან შეტრიალებულად აჩვენებს მაგრამ მეცამ მივატრიალებ გაჩვენებთ ერთი წამით იცი ნიშნები ანტიქრისტესი მხოლოდ ჩვენს გულში ნუ დაიმარხავ არამედ აუცილებლად აუწყე ყველას დაუკლებლად აუწყე ყველას ქრისტიანი ხარ რომ მეკითხებით გეხვეწები რა
დავიღალე და ღმერთის თუ გწამთო მეტი კითხვა არ იცით ხალხო ეხლა რა წავიკითხება დიდი წიგნები კიდე იქით არის სახში მაგ არა იცოდნენ კი არა იქადაგეთო ეს ანუ იქადაგეთო ყველამ ნიშნები ანტიქრისტეს ნიშნები უნდა ასწავლოს ხალხმა ერთმანეთს ეს იგულისხმება მონაკვეთი კიდე რა მოიცადე ერთი წამი რუსეთზე ვნახოთ ბიოგრაფია ხო აი ბროწეულები ბიოგრაფია წერებ სამეფო ქალაქის მოლოცვა მე პირველი წიგნი ბოლოს ღირსი რაღაცას ბერული რაღაცები წერია მოგზაურობა სამართალში მიცემული ღირსი აბელი წინასწარმეტყველის საპრობლემო ბიოგრაფია წერია მეფისა და წინასწარმეტყველის შეხვედრა იმპერატორმა პავლემ არა მარტო პატიმრობიდან გაათავისუფლა წინასწარმეტყველი ბერი არამედ სრული თავისუფლება და თავისუფლად გადაადგილების უფლებაც მიანიჭა. მალე მეფემ ინება პირადად შეხვედროდა მონაზონ აბელს, რომლის სახელიც მთელ სანქტ-პეტერბურგისთვის იყო ცნობილი, როგორც წინასწარმეტყველისა. პავლე პეტრეს ძემ უწყოდა, როგორი სიზუსტით ასრულდა ბერი აბელის წინასწარმეტყველება თავის მშობელზე. ამიტომაც მოინახულა ღვთისმშობელმა ლავრა, სადაც ღირსი აბელი ცხოვრობდა, რათა შეეტყო თავისი დინასტიის მომავლის შესახებ. იმპერატორი პავლე ეს რომელი არ ვიცი, რუსეთის იმპერატორი იყო? ჩანაწერებია, მოიცან სად იქნება? უფლის ანგელოზი ახალი თასებიდან გადმოღვრის უბედურებებს, რათა ადამიანები გონს მოიგონ. კიდევ ორი, ერთი მეორეზე საშინელი ომი იქნება. ახალი ბათოყაენი აღმართავს დასავლეთში ხელს. ხალხი ცეცხლის ალშია გახვეული, მაგრამ პირისაგან მიწისა არ აღიგვებიან, ვინაიდან შეეწევა მათ ტანჯული მეფის ლოცვა. ნუ თუ ეს რუსეთის სახელმწიფოს აღსასრულია და ხსნა აღარ იქნება, კითხა პავლე პეტრეს ძემ, შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთის მიერ, უპასუხა მამა აბელმა. ღმერთი აყოვნებს შველას, მაგრამ ნათქვამია, რომ მალე მოვა ხსნა და აღუდგენს რუსეთს რქას და გამოჩნდება დევნული, დიდი ბატონი. აი, იმაში რო იყო, რა ქვია, სლავაჩკას წინასწარმეტყველებაში ნათქვამი. და გამოჩნდება დევნული დიდი ბატონი შენი გვარიდან, რომელიც დაიცავს თავის ხალხს. ეს იქნება იმაზეა საუბარი, მეგონი რუსეთის მეფეზე. ეს იქნება ღვთისრჩეული, ღვთივკურთხეული ადამიანი, ის იქნება ღვთივკურთხეული ადამიანი. საქართველოს რუსეთის მეფეზე რაც არის საქართველოსაც არის ზუსტად იგივე იქნება ზუსტად ის იქნება მარტო არა ეს იქნება ღვთისრჩეული ღვთივკურთხეული ადამიანი ის იქნება მარტო და ყველა გაუგებს მას რუსული გული ალღოთი იცნობს მას იერით ის იქნება ძლიერი და ნათელი არავინ იკითხავს ეს არის მეფე თუ ის არამედ ყველა იტყვის ნამდვილად ეს არის მეფე ხალხის ნება დაემორჩილება უფლის წყალობას და მეფე თავად დაამოწმებს თავის დანიშნულებას. აი, საქართველოშიც ზუსტად ანალოგიურად იქნება ერთ-ერთში რა. ხალხის ნება დაემორჩილება უფლის წყალობას და მეფე თავად დაამოწმებს თავის დანიშნულებას. მისი სახელის მქონე სამი ხელისუფალი იქნება რუსეთის ისტორიაში. ორი უკვე იყო სახელმწიფოს სათავეში, მაგრამ ისინი მეფეები არ ყოფილან. ის კი სამეფო ტახტზე დაჯდება, როგორც მესამე.
მასშია რუსეთის სახელმწიფოს ხსნა და ბედნიერება. სხვა გზა რუსეთს მხოლოდ უბედურებისკენ დააბრუნებს. და ოდნავ გასაგონად თითქოს ეშინია კედლებმა არ გაიგონ საიდუმლოო ღირსმა აბელმა წარმოთქვა მისი სახელი. ბნელმა ძალებმა რომ ბოროტად არის სარგებლონ დაფარულ იყოს ეს სახელი დრო და ჟამამდე. ღვთისმსხებული უსმენდა დევნულ წინასწარმეტყველს და სწამდა რომ მისი წინასწარმეტყველური ჩვენებები მალე არ ასრულდებოდა და რომ ღირსი მამაშორეული დროისათვის წინასწარმეტყველებდა. აი ნახეთ ახლა რა წერია. ურიათა უღლის გადაგდების შემდეგ რუსეთი ძალიან გაძლიერდება. ურიათა უღლის ნახეთ რა წერია. ურიათა უღლის გადაგდების შემდეგ, ანუ ურიების უღლის ქვეშ არის ახლა, ანუ მთელი რუსეთის პოლიტიკას ებრაელები მართავენ. ანუ რუსეთის პოლიტიკაში ებრაელები არიან, ჟირინოვსკიდან დაწყებული, რა ვიცი, პუტინი არ ვიცი, მაგრამ დანარჩენი ყველა ებრაელია თითქმის, ან მილიარდელები და მილიონერები ვინც არიან, იქ ებრაელები არიან ყველანი რუსეთში. აი აქ ეს იგულისხმება, ურიათა უღლის გადაგდების შემდეგ რუსეთი ძალიან გაძლიერდება. განაგრძო წინასწარმეტყველმა ბერმა აბელმა თავისი ძველი ცხოვრების სათავეებს დაუბრუნდება. მოციქულთა სწორის დროებას, თავს დატეხილი უბედურებებით და სისხლის ღურებით ჭკუას ისწავლის. ასრულდება რუსების წადილი. სამეფო ქალაქში, ანუ კონსტანტინოპოლში, სოფიის თავზე მართლმადიდებლური ჯვარი აღიმართება. წამით სამეფო ქალაქში კონსტანტინოპოლში სოფიის თავზე მართლმადიდებლური ჯვარი აღიმართება. საკმევლითა და ლოცვით აივსება და გაბრწყინდება ვითარცა ზეციური შროშანი. რუსეთს დიდებული მომავალი ელის, ამიტომაც დაიტანჯება, რათა განიწმინდოს და აღანთოს სანთელი ერთა აღსაზრველად. აი ზუსტად იგივე არის საქართველოსაც რა. კი, უღლის ქვეშ არიან, აბა რა არიან კაცო ხა. აბა თქვენ გონიათ მართლა ხალხს რა გონიათ? აქ ხა რუსი ხალხის გამართლებაზე კი არ არის საუბარი. ხალხს გონია რომ ხალხმა აირჩია პუტინი და რაღაც. დაიმახსოვრეთ ხალხნო, აი ეხა დეტალებს უსმენდი კიდე რა, ნახეთ. აი აგიხსნათ კიდე ერთხელ რომ აგიხსნათ ზუსტად. პრეზიდენტები არიან, აი ნახეთ. პრეზიდენტები არიან და წამყვანი ფიგურები პოლიტიკაში არიან გამომსვლელი ფიგურები რა, ანუ კი მათ იურიდიულზე ისწავლეს რაღაცა კემბრიჯები დაამთავრეს და ასე შემდეგ, მაგრამ ესენი ანუ იმ პოზიციაში სადაც არიან, ისინი შიდა სამზარეულოში ხა რაღაცებს წყვეტენ, რა თქმა უნდა, ქვეყნების შიგნით, მაგრამ ძირითადად ახლა როგორც აი მაგათაც ტრამპი რო გამოდის, ახლა ტრამპი საერთოდ არ არის პრეზიდენტი. ტრამპი საერთოდ არ არის პრეზიდენტი, პუტინი საერთოდ არ არის პრეზიდენტი, ესენი არიან გამომსვლელები. აი კონფერენციაზე სამსახური ნახო წასულთ ხართ კონფერენციაზე ან რაღაცა ვორკშოპი რო და პრეზენტაციები როდესაც მიმდინარეობს. გამოდის გამომსვლელიო და რა ქვიათ სპიკერიო თუ რაღაც, აი როგორც რაღაც სიტყვები რო არის სპიკერი და ხო გამცხადებელი, აი ვინც ლაყბობს რა მიკროფონით ხელში, ვინც ლაპარაკობს რაღაცებს იძახის. ესე გაიქნებს ხელს, იქით ისროლებთ რაკეტები, ეხლა ბერმუდისო თუ რაღაცის სრუტეო, იმის სრუტე ჩაკეტეთო, ვითომ ანუ ხალხს უქმნიან ილუზიას, რომ ვითომ ესენი წყვეტენ ყველაფერს. ეხლა როგორ რაღაც არის ეხლა თავში რაც დამიგროვდება ხოლმე რაღაცა საკითხები, მინდა რომ მოვყვე ხოლმე რომ დრო და დრო მე ეს YouTube-ზე ჩანაწერს რო დავდებ, სამახსოვრო დარჩება YouTube-ზე და რომ გადავქეკავთ მე რაღაცებს, მოგეთ მე ნახავს კიდე ხალხი. აი ახლა ნახეთ როგორ უნდა მივხვდეთ რომ მოსკოვის დრონებზე ძალიან ურთულესი განხილვა მატრიცული სპიჩი რო იტყვიან აპინული მაქვს, უპილოტო დრონებზე აპინული ვიდეო მაქვს. აუ წყალი მინდა. ერთი წამით დამელოდეთ ხახო მე ხა წყალი თუ არ დავლია. ერთი წამი.
ეხა კაი ცივი შამპანიური რა ხოდა ეხა შეხედეთ რას ვძახი ერთი მოკლედ ერთი 5 დღის წინ ერთი 5 დღის წინ უსმენდი მთავარი არხის პატარა ეს ნიუსები რო არის ხოლმე TikTok-ზე რო აგდებს რა უნდა მეთქვა ხო მოკლედ სიახლეებს რო აგდებს კურიერის სიახლეებს იქ აჩვენეს ესეთი რაღაც ანუ უპილოტო დრონები როდესაც შედიან და მოსკოვს ბომბავენ ანუ ნახეთ ამ რაღაცა Wild Beresio თუ რაღაც ის არის ხო ლოჯისტიკური ცენტრია რაღაცა კომპანია ეს Wild Beresi არ ვიცი რას ყიდიან რაღაცა ეთქვა ფინთიკრუშკებს ყიდიან თუ რა არის Wild Beresi ეს არ ვიცი რატო იბომბება Wild Beresi აი სრულიად აბსურდია რატო იბომბება ხო საწყობება რატო იბომბება აი პასუხი მივიღე მე ეგრევე ნახეთ აი რა განსხვავება არის როდესაც ადამიანი არის თქვა გამოუღვიძებელი და როდესაც ადამიანი გამოღვიძებულია და ის ინფორმაციაში ხედავს სხვა რამეებს რა აი ტექსტი მიდის ესეთი მთავარი არხის ნიუსში რა მოკლედ ეს Wild Beresi საწყობებიო რომ დაიბომბაო და პუტინის კომენტარს განცხადებას აჩვენებენ რომ პუტინი აძლევს ბრძანებას რომ ეს Wild Beresi საწყობებიო განაახლეთო დაუკვირდით რას იძახის განაახლეთო და ულტრა თანამედროვე იმაზე ააწყეთო რა კონსტრუქცია ანუ თლიანად რაც აიწყობა ულტრა თანამედროვედ გააკეთეთო რა აი ბოდეხე გავიმეოროთ პუტინი იძახის და ეხლა მე აგიხსნით რას ნიშნავს ეს ყველაფერი პუტინი იძახის ანუ შემოვიდა უკრაინული დრონი აი ოფიციალური ვერსია რაც არის და ეხლა მე თქვენ აგიხსნით რომ აქ არაფერი კონსპირაციული თეორია არ არის აი პირდაპირ გაგიხსნით რას ნიშნავს პუტინი იძახის გავიმეოროთ უკრაინული დრონი რო შემოფრინდაო და Wild Beresis საწყობები დაგვიბომბაო დავალებას აძლევს იქ ორგანოებს სამინისტროებს თუ ვინც არიან რომ განაახლეთ ეს საწყობები და ულტრა თანამედროვე ანუ უკვე ციფრულ და რაღაცა აი ისეთ დონეებზე როგორ დონეზე აი უკვე რა ტერმინები გამოიყენა იცი დაახლოებით Amazonis საწყობები როგორც მუშაობს უკვე რობოტები რომ მუშაობენ Amazonis საწყობში და რობოტიზაცია რო არის შესული ანუ ნახეთ რისი თქმა მინდა შედალოცვილო თუ ხედავ რომ იმენა აი ამ საწყობებს გიბომბავენ ნახე ვინ იწყებს იმ დაბომბილი საწყობის აღდგენას რომელსაც მეორე დღეს ისევ შეიძლება დაარტყან ანუ ესე იგი შენ როდესაც გამოდიხარ და ამას მეუბნები შენ არ წარმოადგენ პრეზიდენტს ეს 100%-იანია უკვე იმიტომ რომ შენ უკვე იცი რომ ამ საწყობებს აშენება ხო უნდა 1-3 თვე ხო უნდა ანუ შენ იცი რომ ესე იგი ეს უპილოტო დრონი შემოვიდა დაგეგმილად ჯერ საიდან შემოვიდა მაგას თავი გამანდებოთ შემოვიდა უპილოტო დრონი დაეცა Wild Beresis შენობას თავზე აფეთქა და ესე იგი რას ნიშნავს ეხლა შენ პუტინს დაგელოდება როდის ციფრულ თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეზე როდის აღადგენ ამ საწყობებს და 3 თვე არ დაგბომბავს აი რა სისულელია ხო 2 თვე არ დაგბომბავს ანუ უპილოტო აღარ შემო თუ ვეღარ შემოფრინდება ჯერ ესეთი როგორ ფრინდება მოდი აბა მე ჩემ უპილოტოს გავუშვებ და მოსკოვში თუ შევაფრენ ხო ვერ შევაფრენ ეგრევე ჩამოაგდებენ იმას რატო ვერ აგდებენ ანუ ეს ნიშნავს იმას რომ რუსეთი თვითონ იბომბავს თავის თავს იმისათვის რომ ნახეთ როგორც ახლა დეტალებში აღარ შევარ თქვენ თვითონ მიხვდებით აი როგორც ჩვენთან რო ბაზრობები იწובה შემთხვევით ხოლმე და მე ვალა და უცები სოკოსავით მოლები ამოდის ხო ესე იგი ეს არის სპეციალურად თვითონ პუტინის მიერ დაბომბილი ეს Wild Beresis ისინი რომ მე ახალ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადააწყვეს რასაც ჩვენ რასაც ვიძახდით აი მაგალითად დენს გათიშავენ იმიტომ რომ მე გადაარესტარტონ იქ ბანკები თქო და ასე შემდგომ ხო აი ეს ამ ომების უკან ხო აი ამ ომების უკან ანუ რისი თქმა მინდა რომ ამას არც ზელენსკი წყვეტს
და არც პუტინი. მოიცა ზელენსკის იმის რა ქვია, ზელენსკის კარგი ინჟინრები შეხვდა და იმათმა აწყეს ეს უპილოტო დრონები და ისინი რაც ახლა გამოიტანეს, ახლა წინაზე ვთქვი, მაგრამ ეხლაც ვიტყვი, რა ტექნოლოგიებიც გამოიტანეს, ეს უკვე არის ფანტასტიკის ჟანრი. ანუ უკრაინამ აღლუმზე რა ტექნოლოგიებიც გამოიტანა, უპილოტო დრონები და უპილოტო რობოტები და ძიმე ტექნიკა. ეს არის უკვე ჩვეულებრივი ფანტასტიკის ჟანრი. აი ამის შემდგომ ეტაპზე უკვე ფილმ ტერმინატორში რა რობოტები ცვიხილოთ, ეგეთი რობოტები იქნებიან. არ არის აუცილებელი მაინც ამის ჩონჩხის თავი ედგას თავზე რა. ხო, ვიცი ეგენი კაცო, ეგ დეტალები. აი რა კაი გამახსენდა. ხო, მოიცა რა დაწერა, რა მაინტერესებს ეს ინფორმაცია პენტაგონმა იცის თუ მარტო შენ ისიო. აი ხლაო მოიცა პენტაგონმაო ეხლა დღესო ის ვიღაცა FBI-ისო თუ ვიღაცის სპეცსამსახური გამოუშვაო პუტინთან ჩავიდაო. ესე იგი ხალხნო რა თეატრს დგავენ? ასე იგი პენტაგონიდან გამოუშვეს კაცი თუ რაღაცი იმენა CRU-დან თუ საიდანაც. რომ პუტინს უთხრას რომ პუტინს ეუბნება რომ შეხვდეს და გადასცეს რომ რაღაცა მშვიდობა უკადაგოს. ანუ ეს არის ხალხო სპექტაკლი ჩვეულებრივად რა. ომს აწარმოებს ხელოვნური ინტელექტი იმ ცივილიზაციასთან ერთად, რომელმაც ჩვენ აქ ჩაგვტვირთა, აი ამ სიტყვას ვერ ამბობ. ესე იგი, ვინ ჩვენ აქ შემოგვიყვანა 1250-იან წლებში? აი ეგენი აწარმოებენ ამ ომებს, იმიტომ რომ ფიზიკურად ნახეთ რაზე ახლა ისო ლენინიო წავიდაო და მატარებლით ჩამოიტანა ფული აჯანყებულებისთვისო. რა სისულელია. ვერც ლენინი, ვერც სტალინი, ვერც ეთი საბჭოთა ლიდერი ვერ გახდებოდა ლიდერი, თუ მას იმ სკამზე არ დასვამდნენ. ის ძალები, რომლებიც ფლობენ მსოფლიოს კონტროლს, ამაზეა საუბარი. ამიტომ აი აქაც როგორც ახლა ეს არის რა, იქ ღარიბაშვილმა იქიდან წერილი მოიწერა, აქ მდინარეზე გადადგა, ну ეს ჩვეულებრივი ბავშვობია რა. ანუ ეს არის ხალხს აძლევენ გასართობს. ნელ-ნელა ხალხმა უნდა დაივიწყოს და უნდა დაასრულოს ამეებზე ლაპარაკი. აი ადრე ხო იყო ეხლა სოფელი მომსპარია, სოფელში ხალხი აღარ არის, მაგრამ აი ადრე სუფრაზე რო დავსხდებოდით ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მახსოვს, იქ ხა რაღაცაზე ხომ ელაპარაკა დაობდნენ ხოლმე პოლიტიკაზე, ყველა თავის აზრს ამბობდა. ან ეს უნდა დამთავრდეს. პოლიტიკაზე ლაპარაკი უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი ილუზია. პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს. ეკონომიკურ დგენილებს და ყველანაირ ანუ სოფლიო ესე ვთქვათ ინფლაციას ადგენს ხელოვნური ინტელექტი და არა ეს ხალხი. და არა რაღაცა ვითომ შემთხვევითი მოვლენები. არანაირი შემთხვევითი მოვლენები მანდ არ არის. ხო, ხალხს ეს არის დაბალი ინტელექტუალური ხალხი, დაბალი ინტელექტი ვისაც აქვს ამისი ჟერა. ამიტომ ამათი დაბალი ინტელექტი უნდა გამოვაღვიძოთ რა. აუ წყალი. ხალხმა უნდა დაანებოს პოლიტიკაზე ლაპარაკს, თავის საერთოდ უნდა დაიგნოროს და მიხედოს თავის პირად რეალობას. რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის რეალური აღმშენებლობა. გამოსავალი ზუსტად ეს არის, ყველა უნდა მიხედოს თავის საქმეს და ზევით ყურება, აი ზევით ოლიგარქი რას გადაწყვეტს, აი ამაზე ფიქს უნდა შეეშვას ხალხი. ხო, ასე რომ ერთი საკითხს მინდა შევეხო. მე თქვენ ხო გითხარით რომ ნახეთ ახლა რაში არის საქმე. სეპარატისტებში ვის გულისხმობ ვერ გავიგე. ახლა ნახეთ რაში არის საქმე. მე თქვენ ხო გითხარით რომ ახლა მე უბრალოდ რაღაცა ფაქტებს არ ვიტყვი ხოლმე, იმიტომ რომ კანონები ისე მიიღეს რომ შეიძლება ყველა ნებისმიერ ნათქვამ სიტყვაზე ის რაღაცა მოგედაონ და დაგაჯარიმონ და ციხით დაგემუქრონ და მოკლედ ხო ხდება პოლიციამ დაგიბაროს და მთელი ამბები. ამიტომ გარკვეულ წინადადებას ერთს ვიტყვი, მე მეორეს ვიტყვი და შუაში თქვენ უნდა მიხვდეთ რა. აბსვა ჩვენ რა საქმე გვაქვს მაგასთან? ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ. ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ. ნახე, ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ. აფხაზეთში მე შევაგზავნე აფხაზეთში ბენზინი. პრემიერმა რომ თქვა, პრემიერმა დააფიქსირა სახელმწიფო, ანუ ყობახიძემ დააფიქსირა სახელმწიფოებრივი პოზიცია. აი ძალიან სწორი პოზიცია, როდესაც თქვა, რომ აფხაზეთი არის ჩვენი ტერიტორია და ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე.
ეს არის ხალხნო, აი როგორ გითხრათ რა, აი როგორც სარწმუნოებრივ მდგომარეობაში არის განხრთობაში, როდესაც ადამიანი განხრთობის დონეზე რაღაცა დონეზე გადავა და აი მაგალითად ადამიანი რატო არის რომ ადამიანი სიტყვაზე ვიღაც ადამიანს სიკეთეს უკეთებს უანგაროდ შენ ვერ მიხვდები რატო უკეთებს, მაგრამ ის სულიერ დონეზე რაღაც სხვა ლეველზეა. აი პრემიერის განცხადება რაც არის, რაც იქნა, რაც ითქვა, ნახე მომისმენ ერთ წამს არა, ნახე ეს დაჩოქება არ არის, ეს არ არის დაჩოქება. ნახე პრემიერის განცხადება ნიშნავდა ქვეყნის ან ეს იყო ქვეყნის პირველი პირის და ანუ ქვეყნის პირველი პირის დონის განცხადება იყო. როდესაც შენ ნახე მატრიცაში მაგალითად როგორი რამეა. თუ შენ რაღაცას ვერ ფლობ, ან თუ შენ რაღაცა გინდა და ისწრაფ იმისკენ მატრიცული სიმულაციური სისტემა ის ხედავს რომ შენ ესე იგი ეს არ გაგაჩნია და შენ რაც არ გაგაჩნია იმას ისედაც არ მოგცემს. ანუ ცნობიერის დონეზე ეს შენ უნდა მოიქცე ესე. იქ დროები და იქ აყენია უბრალოდ შლაგბაუმი. დანარჩენი ეს არის პოლიტიკური ალიაბალია. პრემიერმა თქვა ეს ტერიტორია არის ჩვენი, რა შეეთანხმები, დაჩოქება რა შეშია. ეს არის პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც თავის ყველა ტერიტორიაზე ზრუნავს. ეს არის ჩვენი ტერიტორია და ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ ამის გარეშე. მოусმენი აფსუებს რას ამბობენ საწვავის მიწოდებაზე როგორ დაგვრცინიანო. აი ხა შენ მეგობარო 5 წელია მე ვზივარ. აი ხა ნახე 5 წელია მე ვზივარ ვიდეოებში, ლაივებში, ბლოგებში და იცი რამდენი ხალხი დამცინის? დღემდე ხალხი საბუჩად მიგდებს. ანუ რას ნიშნავს ესე იგი? კი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ისინი რას ამბობენ, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. რეალობის შემქმნელები ვართ ჩვენ ამ შემთხვევაში. ამიტომ რეალობას შევქმნით ჩვენ, რუს ტურისტებს გამოვიყვანთ აფხაზეთიდან და ეს პროცესი დაწყებულია და ასევე ხა ერთი საკითხი კიდე. და აფხაზეთი და ესე ვთქვათ, სამაჩაბლო დაუბრუნდება თავისით ავტომატურად დაუბრუნდება საქართველოს ესე ვთქვათ იურისდიქციის ქვეშ დაბრუნდება. ხო და რაც შეეხება ხანხე რუსეთ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვთქვა. მე თქვენ გითხარით, ნახეთ მეთქი, თუ ისი არ მოხდეს მეთქი, რომ რა ქვია, რუსები არ შემოვიდნენ შედარებით გაიოლებული პროცედურებით მეთქი რა. ამას ოფიციალურად არავინ არ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით არ გავაგრძელებ რა, დანარჩენ შუაში თქვენ მიხვდით. ხო და მოკლედ ეხლა შემოდის პირდაპირ ფუთებით შემოდიან და ხალხი გამორბის, იმიტომ რომ ფინლანდიასთანო თუ ფინეთთანო თუ კაროჩე რამდენიმე ქვეყანასთან იწყებს რუსეთი ომს კიდე. ძალიან დიდი მობილიზაცია იწყება შემოდგომაზე. ხო და ამიტომ რუსები აქ პირდაპირ ვთქვათ, რუსები შემოდიან აქ საცხოვრებლად. ამას აქვს თავისი პლუსები და ამას აქვს თავისი მინუსები. მატრიცაში ყველა მოვლენას აქვს 50% მინუსი, 50% პლუსი. უბრალოდ კომენტარებს როცა უბრალოდ ადამიანები ერთი მხარე აღიქვამს 50%-ს, მეორე მხარე მეორე 50%-ს. უნდა იცოდეთ რომ ეს ორივეა. ეს თურქეთთან მიმართებაში, ბევრ ამასთან მიმართებაში, პლუს აქვს სიტუაციის გაჯანსაღება, ბიზნესში ძალიან დიდი კონკურენციის შექმნა და აქ ძალიან დიდი ინდუსტრიები შეიქმნება რუსების დახმარებით და ასე შემდგომ, მაგრამ მინუსი ის აქვს, რომ თუ ესე ვთქვა და სამართალ დამცავი ორგანოები რუსების შევიწროებას ვერ აღკვეთავენ, მაშინ რუსეთს მოუწევს ჩარევა და ოკუპირება ბოლომდე მთლიანად საქართველოს. საქართველო ხა ისედაც ოკუპირებულია ამ ამბავში რა. მოკლედ, ესე თავის პლუს მინუსები აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯობია რომ შემოვიდნენ. პლუს როგორც გითხარით, აქ მასობრივად დაიწყება რუსებთან ქორწინებები. ქართველი მამაკაცები იმდენად დაღლილები არიან აქ, რაზეც გვილაპარაკია, ქართველი გოგოების ნიდავოლნი სახეებით მასობრივად დაიწყება რუსების და უკრაინების ცოლად მოყვანა. მე ეს შენ ბრძანებულებაში გამოვეცი და აუცილებლად ეს ასე მოხდება. ხო, დიპლომატია, ეგ არის დიპლომატია, ხო, აბა რა თქმა უნდა, რა უნდა დამთავრდეს ეს კალაშნიკოვები, ცირბილები, მორჩა ხახნო, მეოთხე განზომილებაში გადავედით. აი ხა ვისაც ენერგიები გერჩით, აგერ ბატონო,
ებრძოლეთ აი ამ არსებებს, გობლინებს, დამავოებს, რა ქვია მაგას. კიდე სად არის? აჰა. ეჭიდავეთ აი ამათ რუსალკებს და აი ტყეებიდან გამოვლენ ელელა, ტყეებში ხო იქნება და იქნება. ა ბატონო, ებრძოლეთ ამათ. ყინულის გარსის გარეთ ვინ ისაო რა ქვია. ყინულის გარსის გარეთ ჩვენ არ ვიცით როგორია ტერიტორია. აი ასეთი ვერსიაც არსებობს. მე ხო ვერ ვიტყვი რომ ზუსტად ესეა თქო. ყინულის გარსის გარეთ შეიძლება ჩასავარდნიც კი იყოს და ქვევით იყოს რეალური სამყარო. შესაძლებელია მეხუთე განზომილება ეგ იყოს, მანდ იყოს, არ ვიცით. წესით ზეცაში არის მეხუთე განზომილება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ავატარის სამყარო იყოს აი ყინულების ქვევით. ან შეიძლება გაგრძელება იყოს. ხო და წესით და რიგით ყინულების გარეთ უნდა აკონტროლებდეს ის ცივილიზაცია, ჩვენ ცივილიზაციაში გულისხმობთ, არ ვიცით ვინ არიან ესენი, უცხო პლანეტელებს ვერ უწოდებთ ჩვენ ამას, იმიტომ რომ კოსმოსი არ არსებობს და ვინც აი ეგენი აკონტროლებენ აქ ყველაფერს რა. ანუ დედამიწაზე ეგენი აკონტროლებენ ყველაფერს, იმიტომ რომ აი მე ვარ გამომძიებელი, მატრიცის გამომძიებელი, ესე რომ ვთქვათ, მე ვარ რეალობის მკვლევარი. ანუ მთელი დღეები უამრავ გამოსვლებს უსმენ, უამრავ აი საჭმლის ჭამის დროს, საჭმლის კეთების დროს სულ უსმენ ლექციებს, გამოსვლებს, პოლიტიკოსებს, ფილტრავ ინფორმაციებს, ანუ რა ხდება ჩვენს რეალობაში. გეუბნებით რომ აი ყველანაირი დადასტურებით და მტკიცებულებით გეუბნებით რომ ეს დედამიწის ეს პლატფორმა არის ხელოვნურად შექმნილი. უბრალოდ, როდესაც ჩვენ მივადგებით ხოლმე ბიბლიას და ბიბლიურ საკითხებს და იქიდან გამომდინარე რომ ბიბლია ჭეშმარიტებაა და ჩვენ იქ ვერაფერს ვერ უარყოფთ, ამიტომ ჩვენ იქ გადავდივართ, ეხლა წეღან უსმენდი ძველი აღთქმის ლექციას რა. თეოლოგიაში როგორ არის, იცით ხალხო? აი ნახეთ, აი უბრალოდ აი ერთი ორი ჩემი ზოგი ლექტორი და ზოგი ნაცნობი ისინი თეოლოგები არიან, რომელიც მინდა რომ ერთი-ორჯერ გამოვიჭირო და რაღაცები ერთი-ორი კითხვა დაუსვა, იმიტომ რომ მე რაღაცებს ვერ ვხვდები. ნახეთ, როდესაც ედემის ბაღიდან გამოდის ადამი და ევა და მე უჩნდებათ კაინი რო უჩნდებათ, კაინი გონიათ მესია რა, ანუ ესე ვთქვათ ძველი აღთქმა რაც და პირველი აღთქმა ღმერთმა რაც ადამიანს დაუდო, რომ აი მოვიდო და ვინც ესე ვთქვათ იხსნიდა და უკან სამოთხეში დააბრუნებდა კაცობრიობას, ეს პირველი ვინც გაჩნდა ღმერთმა მომცაო, ევა იძახის რომ ეს მე კი არ გამჩნდა ღმერთმა მომცაო. გონიათ ეს კაინი და მე კაინი უცებდა ბრახ, აი ნახეთ ბრახ და ესე აღმოჩნდება რომ ძალიან მაგარი არქიტექტორი აღმოჩნდაო. რას ნიშნავს აღმოჩნდა? ანუ მიწათმოქმედი კაინი და მწყემსი აბელი. კაინი კლავს აბელს, მე ეს კაინი გარბის, ანუ ცივილიზაციული კუთხით რო შეხედოთ რა. ანუ ეს არის წარმოიდგინეთ, ანუ ეს როგორ რამე არის, აი გაყალბებული ისტორიას რო შეხედოთ, უბრალოდ ჩვენ ამ საკითხებს არ ვეხებით, მაგრამ კითხვები არსებობს ესეთი რომ იმას რა ქვია, ანუ ადამი და ევა, კაინი, აბელი, იქსეითი და რამე შვილები გაუჩნდათ კიდე, მაგრამ ამ შვილების გაჩენას საერთოდ არაფერი არ მოუტანია, ესე იგი ეს არის ზუსტად აი ოფიციალურ მეცნიერებაში რაც არის ქვის ხანა. აი ქვის ხანა ეს ხანა გამოდის, ხო პირველი ადამიანები ეგენი არიან. რანაირად უნდა ცოდნო და არქიტექტურა იმას რა ქვია, კაინს. მთელი ცხოვრება ვხაზავ, მაგრამ თუ მე სახაზავი არ მექნებოდა, ჩვენ ტექნოლოგიური ცოდნები არ იქნებოდა, მე ეს არ მეცოდნებოდა და არქიტექტურა მეც არ ვიცი მაინც. ანუ როგორ შეიძლება ქვის ხანაში ანუ ადამიანს სამკუთხედსაც კი ვერ დახასავდა და წრე ფიგურებიც არ ეცოდინებოდა, არათუ და იმიტომ მე კაინი აშენებს ცივილიზაციას მე ხო? და მე მანდ ენოქის წიგნში წერია მე მგონი ეგ ვინ რას აძლევს, ანუ საიდან შემოდის ცივილიზაცია? კაინის ხელში შემოდის ცივილიზაციური ხელსაწყოები, ტექნოლოგიები და განვითარებები. აი ეს არის ფაქტი. მაგრამ ამას კაინი ფიზიკურად ვერ იმასიზავდა. ეხლა თუ არ ვიცი,
თუ ანგელოზი ეცხადებოდა და პირდაპირ გამზადებული პრეზენტაციებს აძლევდა და პირდაპირ ცოდნას თავში უდებდა, მაშინ ეგ არ ვიცი ძმაობა. ეგეთ ამი არსად არ წერია. მაგრამ ესე რომ კაენი იყო კარგი არქიტექტორი, ანუ არქიტექტორი კი არა, პროსტა ბოსტანი რომ გამართო, 50 ჯერ უნდა შეხვიდე სანტექნიკის მაღაზიაში, იმიტომ ხან ძაფი გჭირდება, ხან სეკატორი გჭირდება, ხან ქლიბი გჭირდება და შენ ამ დროს ხარ ქვის ხანაში და შენ აშენებ ციხასი, ჯერ ესეთი ციხესიმაგრეებს, ნუ კი თეოლოგიურ განმარტებაში, ნახე, ეხლა რატომ მივდივარ მათ? თეოლოგიურ განმარტებაში არის ის, რომ კაენს და მთელ შთამომავლობას შიში დასჩემდათ, ნახე, იმიტომ რომ აბელის სისხლი რო ქონდათ, იქ ღმერთი ეუბნება, რომ მოგეთ არ შეგარჩენ, მოგძემნი და აი რაღაც აი შიშები დასჩემდათ, იმიტომ კვლელს რომ ის ელანდება სულ. რა ქვია? მოკლული რო ელანდება და რაღაც. აი ეგეთი შიშები დასჩემდა და რაღაცა, მაგრამ შიშების დაჩემება რა შუაში არის ციხესიმაგრეების შენობასთან. შენ როდესაც ციხე ქალაქს აშენებ მაღალ ტექნოლოგიურად განვითარებულს, ოღონდ ამ ტექნოლოგიებს ჩვენ არ ვიცით რა ტექნოლოგიებზეა საუბარი, ხა ლეპტოპია ტექნოლოგია იქ თუ კედლის სწორად თაროზოში აშენება, არ ვიცით, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ რო ტექნოლოგიურად განვითარებულ ციხე ქალაქს აშენებ და ვიღაცისგან გინა რომ თავი დაიცვა და ვიღაცის გეშინია და ამ დროს დედამიწაზე არის დედაშენი, ვინც ცხოვრობს, დედაშენი ცხოვრობს, ადამი, მამაშენი, ისა დედაშენი ევა, მამაშენი ადამი და შენი დაძმები. აბელი მოკლა კაენმა და აი ვის ემალება? ანუ რას მომბიცით რომ ეს ჯერ მიდის კაენი და სადღაც ცოლი მოყავს, საიდანაც მოყავს ცოლი. ხალხი ესენი არიან ადამიანები დედამიწაზე მარტო. საიდანაც მოყავს ცოლი. ამიტომ ცივილიზაციური განვითარება იწყება კაენის პერიოდში. ამიტომ ჩვენ ბიბლიას ვერ შევეწინააღმდეგებით, კი ბატონო, ესე იყო და ვეთანხმებით ეგრეც იყო, მაგრამ ესე ციდან ტექნოლოგიები და ცოდნები არ ცვივა. ხვდებით? ამიტომ ესე იგი, როგორც ან ისე არის, როგორც ენუქის წიგნში წერია, ეს ბოროტმა დემონურმა სამყარო მისა განათლება თუ როგორი იყო, ან არ ვიცით რა. იგი ნეფიმ ლიმები და რა ვიცი, სხვადასხვა ტიპის შეიძლება არსებები არის და იმათმა მიანიჭეს ეს ცოდნები და იქ პროფესიების გამოგონება. ადამიანი, რომელიც ქვის ხანაში ზიხარ, შენ მეჩანგეობას ვერ გამოიგონებ, ვერ დაჯდები, ჩონგურს და ფანდურს ვერ გამოთვლი, იმიტომ რომ ძალიან რთული ტექნოლოგიაა ეგა, ძალიან აი ჩემ მეგობარი აკეთებს ფანდურებს. და სიმებს ჯერ სიმი არ გექნება, სიმს ვერ გაჭიმავ და იმაზე ვერ დაუკრავ კიდე ზევიდან. ხო. ფარეზე ბევრ ამას ამბობენ, ჰოლოგრამა არისო, არ არსებობსო, კოსმოსური სადგურიაო და 1000 რამე, არ ვიცი ზუსტად ესე. სანამ არ მიხვალ ახლოს და თიც არ მიადებ, ისე ვერაფერს ვერ გაიგებ. ხო. დიახ, სრიალებთ. წყალი მაქვს სატანი პირი გამიშრა. ამიტომ მოკლედ დილით გამოვალ ხოლმე, ზოგჯერ შუა დღეს გამოვალ ხოლმე. არეულად რა, სხვადასხვა კონტენტებით იქნება, სხვადასხვა ტინგიცობები იქნება ზოგჯერ აქ. კოსმოსში გაფრენის ლაივები იქნება. აუ დივერჯენტი არ მინახავს სხვათა შორის. ეს არის რა ქვია მაგას. ხო, რა უნდა მეთქვა? ხო, ესენი უნდა მეთქვა.
კიდე რა უნდა მოყოლა. გონება გამეთიშა ეხლა რა. ახჩ. მოიცადე სკრინებში რა მქონდა. ხო, მოიცა ეს უნდა მეჩვენებინა. აი შეხედეთ ახლა ძალიან საინტერესო რამე. სალამი. აი წავიკითხოთ. და ქართულ თარგმანს და დავამთავრებ ამით ლაივს. ქართულ თარგმანს შეხედეთ. გაჩვენებთ მე. Нужно понять, что мигрантов давно уже начали защищать от он бодიში აი ნახეთ აი აქ არის უბრალოდ შეცდომა არის რა он კი არ უნდა ეწეროს თუ აქ ნუს მაგივრად უნდა ეწეროს თუ ამიტომ translate-მა არასწორად მითარგმნა ეხლა წავიკითხოთ ნახეთ ესპანეთში შესულ მიგრანტებზე რა წერია ხო და ეხლა ეს კაინის დამბელის ამბები რა ხმეც ერთი თვით რატომ მოვყევი ეს კაინის დამბელის ამბები რა რომ ეს ყველაფერი მეტყოლებს ეს ცივილიზაციური ჩატვირთვა იმაზე რომ გარეხელი მოქმედებს ამ ყველა პერიოდში რა ვინ არის ეს გარეხელი არ ვიცით აი ხა უყურეთ აი აქაც ესპანეთში შესულ მიგრანტებზე გარეხელი მოქმედებს ეხლა შეხედეთ нужно понять что мигрантов давно уже начали защищать от граждан и местного населения он კი არ უნდა ეწეროს от უნდა ეწეროს именно поэтому для защиты лагерей мигрантов сеуту стянуты дополнительные силы испанской полиции специальных подразделений вы не поняли, ай нахет თქვენ ვერ გაიგეთო? Дальше скорее всего планируется гражданская война с нового населения со старым населением. Именно под гражданские войны на протяжении всей нашей истории маскировалась замена старого населения. Ай ზუსტად აი გახსოვთ სამოქალაქო ომი ამერიკის სამოქალაქო ომიც მასკიროვკა იყო ამერიკის სამოქალაქო კითხოთ ქართულად ეხლა რა ხო ესპანეთში მიმდინარეობს ჩატვირთვა რა აი ხა შეხედეთ რა წერია ქართულად ნიშნულოვანია გვესმოდეს რომ მოქალაქეებმა აი აქ ერთი ასოს გამო არასწორად არის ნათარგმნი აქ წერია რომ მოქალაქეებმა მოსახლეობა დიდი ხანი დაიწყეს მიგრანტების დაცვა კი არა ნიშნულოვანია რომ გვესმოდეს რომ აქ უნდა ეწეროს რომ მოქალაქეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი ხანია მიგრანტებისგან თავის დაცვა დაიწყესო იქ on კი არა at მიგრანტა უნდა ეწეროს სწორედ ამიტომ სეუტაში მიგრანტების ბანაკების დასაცავად დამატებითი ესპანური პოლიცია და სპეციალური ძალები განლაგდა. გესმით ხალხო? შესული მიგრანტები, რომლებსაც ქვეყნიდან უნდა ყრიდეს მოსახლეობისა პოლიცია, პირიქით ხალხისგან იცავენ. წარმოგიდგენიათ? ეს რეჟიმი თუ სატანისტური არ არის. რანაირად, ანუ ქვეყანაში შეუშვეს, სპეციალურად შეუშვეს ვითომ აქ როცა არ უნდა და ვერცად ვერავინ ვერ შერბის იქ ძალიან გულდაწყვეტილებმა დაწერეს იქა რა ქვია მაგას ტურისტებმა და იმათმა ჩვენო ესპანეთში და იტალიაში რო შევდივართო ერთს ხო და აი შეხედეთ თიწამით ხო გულნატკენები იყვნენ იმაზე რომ ხო გულდაწყვეტილები იყვნენ ტურისტები იმაზე რომ ესე იგი ჩვენო ესპანეთში და იტალიაში რო შემოვდივართო თავიდან ფეხებამდე გჩხრიკავენო და ამათო კიდევ პირდაპირ უშვებენო და არა თუ უშვებენ უკვე ეს თვითონ პოლიციაზე კი არ არის თვითონ ეს ვინც ამ ყველაფერს აკონტროლებს მაგათგან დავალებული აქვს და პოლიცია და სპეციალური ძალები იცავენ ამ ესპანელებს ეხლა ნახეთ ნუ თუ არ გესმით შემდეგი სავარაუდოდ ახალ და ძველ მოსახლეობას შორის სამოქალაქო ომია ჩვენი ისტორიის განმავლობაში სამოქალაქო ომები ძველი მოსახლეობის ჩანაცვლების შენიღბვას წარმოადგენდა. აი გესმით, აი ამაშია ზუსტად საქმეს. ეს არის ჩანაცვლება ხალხის რა და ამიტომ
და ნახეთ სიტყვა, როდესაც გესმით ხოლმე სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო გამოშვებაში სიტყვა არა ძალადობას, აი სიტყვა არა ძალადობას, ხო? ძალადობას ვგმობო. ძალადობის დაგმობა არის ხალხო ფარისევლობა ჩვენს რეალობაში, იმიტომ რომ ძალადობის დაგმობა ეს არის აი ფანტაზია, ვერავინ ანუ შენ თუ ძალადობას დაგმობ, შენ ვერ გადარჩები. იმიტომ კი არა რომ მე მიხარია ძალადობა, ან ვიმეს უხარე, არა, თვითონ სისტემა ძალადობს აი ამ ხალხზე, ესე ვთქვათ, მატრიცული სისტემა ვიღაცების, აი წარმოვიდი შეუშვეს ეს ამდენი ისინი რა ქვია, ვაფშე გაურკვეველი რჯულის ხალხი და ნახე როგორ რაღაცა არის. კანონი მუშაობს ესპანელებზე, ესპანეთში, ესპანელებისთვის მუშაობს კანონი და მიგრანტებისთვის არ მუშაობს კანონი. ეხლა ნახე რა ხდება, ანუ ისინი რა მაშინ არ გამოდის მიგრანტები რა კანონით იხელმძღვანელებენ? ჯუნგლების კანონით. ანუ გადარჩება ძლიერი. შეუვარდებიან სახლებში, ეხლა ნელ-ნელა დაარბევენ, ქუჩებში გამოყრიან, სახლებს დაიკავებენ, ლამაზ ქალებს გააუპატიურებენ, ზოგს მოკლავენ, გადაყრიან და ყოველ შემთხვევაში სახლებიდან გამოყრიან. და ამას პოლიცია ამაში საერთოდ არ ჩაერევა. ხვდებით რა შესაძლოა? ამიტომ სიტყვა არა ძალადობას, არა, პირიქით, კი ძალადობას. გააჩნია რა სიტუაცია, როდესაც მთელი ჩვენი ისტორია ძალიან რო გვიყვარს, ომზე არის დაფუძნებული, ხო? ომი რა არის? ომი არის ძალადობა. თავდაცვით, რა თქმა უნდა, თავს ესხმი თუ თავს იცავ, განსხვავება დიდია, მაგრამ ისიც ძალადობა და ისიც ძალადობა. ამიტომ ეს ის რომ არა ძალადობას, ეს არა ძალადობას არის როგორი გამოგონილი ამბავი, იცი, როგორც აი კონსტიტუცია რო შეუქმნეს იმ მოქალაქეებს, ვის ხარჯზეც უნდათ რომ მიიყვნენ მილიონერები. აი ეგ ამბავია რა. მე დავამთავრე, ეხლა უნდა წავიდე. თორე პირი გამიშრა წყალი აღარ მაქვს, იქით მაქვს წყალი და ხო, ეგეც რა თქმა უნდა. წავედი, მოგეთ ამ დღეებში კიდე გამოვალ ლაივში, ამ ჩანაწერს დავდებ YouTube-ზე. კარგად იყავით, აბა ჰე. არ ვიცი, შეიძლება შემოვიდე ხვალ, შეიძლება ზეგ, ნახოთ.